გამარჯობა, სარბიეს პოდკასტის დროა. ყველაფერი დინამოს სტადიონის შესახებ. აქამდე ძალიან ბევრი უცნობი და საინტერესო ამბავი. დღეს ჩვენ სტუმარია ქურდიანების დინასტიის წარმომადგენელი ბატონი არჩილ ქურდიანი. ბატონ არჩილ, მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენთან. ესეთი დინასტიის წარმომადგენელი ბრძანდებით. სასახელო დინასტიის მოხვედრა. ცოცხლად. მანამ თქვენთან გადმოვა სიტყვით ილოს მინდა მიმართო დინამოს სტადიონის გვერდზე ცხოვრობს იქაა დაბადებული გაზრდილი და მთელი ყველანაირ სტადიონს დინამოს ყველანაირ იმას მოდიფიკაციას ასე ვთქვათ. პირველი არა, ესე იგი მე 26 წელს პატარა ვიყავი, როდესაც გადავსახლდი მანდ არჩილ და გია ქურდიანების ქუჩაზე, მაშინ გლდანის ქუჩა ერქვა და მაშინ მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია. მე რომ მანდ გადავსახლდი. იმიტომ რომ მე თვითონ ჩემი პირველი თამაში ლოკომოტივის სტადიონზე, ანუ ახლანდელ მესხზე ვნახე. მოკლედ დინამოზე მოგვიყევი. მე და რამდენი და ეს ძალიან საინტერესო და დიდი ისტორიაა, რომელზედაც ბატონი არჩილი უფრო ცალად გველაპარაკება, რა საკვირველია და რა თავარია კომპეტენტურად, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ თავიდან თბილისში იყო ორი პატარა სტადიონი. ლაპარაკია მანამდე სანამ აშენდებოდა დინამოს სტადიონი. ეს იყო თუ სწორედ ვიცი ბატონი არჩილი შემისწორებს თუ არ ვამბობ სწორად. ეხლანდელი დაახლოებით 24 სკოლის ტერიტორიაზე, ანუ ბაქოს ქუჩაზე, აი ხო, პლეხანოვზე. და მეორე იყო, სადაც ლენინის დარბაზი იყო ცოტა ზევით. კონსტიტუციის და ხო ახლა ხო აი სადღაც იქ ეს იყო ორი სტადიონი მაგრამ ნუ ეს ფეხბურთი უკვე ვითარდებოდა საბჭოთა კავშირში მათ რიცხვში თბილისში ძალას იკრებდა უკვე ესეთი რაღაცა იყო უწყებრივი დაპირისპირება მიდიოდა იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ რა ერქვა მაშინ შინსახკომი იყო იმის გუნდი უპირისპირდებოდა არმიის გუნდს იქ რაღაცა და ამ ყველაფერში იყო ძალიან ჩართული მაშინდელი ესე იგი საქართველოს პოლიციის სამმართველოს თავმჯდომარე ამხანაგი ლავრენტი პავლეზე ბერია ძალიან ეგ 30-იანი წლებია ეს არის 20-იანი წლები 20-იანი წლები და აი 29 წელს მომხდარა ასეთი რამ ბერიას ესე იგი დაუყენებია საკითხი რომ ავაშენოთ ახალი სტადიონი თავიდან პლეხანოვზე რო იყო სტადიონი ანუ ახლანდელი 24 სკოლის ტერიტორიაზე დაახლოებით იმ სტადიონისთვის შეუვლიათ ხელი და რაღაც პატარა რიგები დაუმატებიათ, მაგრამ ბერია ამით უკმაყოფილო იყო, იმიტომ რომ ალბათ ხდებოდა გულშემატკივარიც იყო ალბათ და ხდებოდა კიდევაც სარგებელს, რომ თუ თქვა გუნდი ეყოლებოდა კარგი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ცნობილი, იქ რაღაცა კარიერაშიც ალბათ გამოადგებოდა, რა ვიცი, გარდა იმისა, რომ გულშემატკივარი იყო და აი, მაშინ სრულიად ახალგაზრდა პაპა თქვენი არჩილ ქურდიანი ასევე ხო სადეგრე არისო ბატონო აი მაშინ ახლა როგორ იყო იყო ესე რომ გამოცხადდა კონკურსი და ამ კონკურსში მიიღო ძალიან ბევრი არქიტექტორმა მონაწილეობა ნუ არჩილ ქურდიანი იყო მაშინ ახალგაზრდა და მინდა გითხრათ 29 წელს საქართველოში პირველად გაიცა ორი დიპლომი არქიტექტორის ანუ მანამდე ქართველი არქიტექტორები ვინც იყვნენ ვაცმოსილი ასაკოვანი ისინი იმით ქონდა დამთავრებული ან რუსეთში ან გერმანიაში ან სადღაც საქართველოში პირველი გამოშვება არქიტექტორების პირველი დიპლომირებული არქიტექტორები იყვნენ არჩილი და ქეთევანი შემდეგ შეუღდნენ და ბებიაჩემი და ბაბუაჩემი იყვნენ პირველი ესა არჩილ ქურდიანი იყო ძალიან ახალგაზრდა ამიტომ გამოცხადდა კონკურსი იმისთვის არავის არ დაუკვეთია სტადიონი გამოცხადდა კონკურსი მიიღეს მონაწილეობა ძალიან ბევრმა არქიტექტორებმა და გაიმარჯვა არჩილ ქურდიანი პროექტირება დაიწყო ნუ თითქმის უკვე მშენებლობამდე იყო მისული და ეს ასაკოვანი და ღვაწმოსილი არქიტექტორები შევიდნენ მთავრობაში, რომ ძალიან ახალგაზრდაო და კაი პროექტი კარგიო, მაგრამ მშენებლობას ვერ გაუძღვებო. ეხლა მაშინ ესე იყო, რომ როდესაც აპროექტებდი, შენ მშენებლობაც მიყავდა და მშენებლობაზე იყავი და ამ მშენებლობას ბოლომდე, ასე ვთქვათ, ასრულებდი. ეხლა ცოტა სხვანაირად არის ხოლმე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მაშინ ეგრე იყო. და გამოაცხადეს თავიდან კონკურსი. მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი და გამოაცხადეს კონკურსი დაკვეთითი, ნუ ეგეთი იყო ეგეთი ფორმატი, პატიჟებდნენ რამდენიმე არქიტექტორს, იმ შემთხვევაში იყო 10 არქიტექტორი
ვისაც დაუკვეთეს და მას ფულს უხდიდნენ ჰონორარს, მიუხედავად იმისა, ის გაიმარჯვებდა, არ გაიმარჯვებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მას მიიღო მონაწილეობა კონკურსში. არჩილ ქურდიანს არ დაპატიჟეს. ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, ძალიან რაღაც აღელვებული იყო, მოდიოდა რუსთაველზე და შეხვდა მისი აკვარელის ხელმძღვანელი ხრინევსკი და არჩილ რა შეო საქმე რა მოხდაო და ესეო კეთდება ახალი კონკურსი, ახალი პროექტი, მე უკვე პროექტი მზათა მაგ და ლამიშენებობა უნდა დავიწყო და მე საერთოდ დაპატიჟეს რა და იცი რა ეგ ხო არისო ან შინაგან საქმეთა შიხსაკომის დაქვემდებარებაში არისო დინამო და მოდიო აი შედიო და იმ უფროსობას დაესაუბრე რომ მოგცენ უფლება მიიღო მონაწილეობა. მაშინ ეს ძალიან მარტივი იყო იქ მაშინდელ ასე ვთქვათ ეხლანდელთა თავისუფლების მოედანზე იყო იმათი ასე ვთქვათ შტაბინა ხო შენობა სადაც იყო და იქიდან მანქანით გამოვიდა გადახდილი მანქანა იყო ამ შიხსაკომის მინისტრი ვინმე მგალობლიშვილი ტიტემ მგალობლიშვილი იყო ეგეთი და გამოვხვია მოდიოდა პაპაჩემა დაინახა სწორედ იქიდან მიემგზავრებოდა დაინახა რომ ის მანქანა მოდის ახლა სუსავი მანქანა იყო თბილისში და იცნობდნენ ვისი მანქანა ვინ არის რა არის და ხელი აუწია პაპაჩემა და იმან გაუჩერა რა შეაო საქმე ესე მე არჩილ ქურდიანი ვარ ესე მოხდა და მომეცით უფლება რომ მივიღე მონაწილეობა ამ კონკურსშიო მიდიო ეხლა მთელი პრობლემა ის იყო რომ იმათ უკვე ბევრი ნამუშევარი ჰქონდათ ამას უნდა უკვე რაღაც ისევ ახალი წარედგინა თლად იგივეს ვერ გამოფენდა ამ კონკურსზე ამიტომ რა თქმა უნდა დახმარება ჭირდებოდა და ხრინევსკი მაშინ უთხრა რომ თუ შენ ამას მოკიდებ ხელს მე დაგეხმარებიო და მართლაც როგორც აკვარელისტი ეხმარებოდა ფასადების დაფერვაში და ასეთ ტექნიკურ სამუშაოებში ჩამოვიდა მოსკოვიდან კომისია მაშინაც მოსკოვი წვითავდა ყველაფერს მაშინ წვითავდა თუ წვითავდა ჩამოვიდა და არ ვიცი რომელ შენობაში იყო ეს გამოფენა მაგრამ როგორც ვიცი ესეთი ამფილადური დარბაზი იყო და თითო დარბაზი იყო დათმობილი თითო არქიტექტორისთვის. სულ ბოლოში იყო ტერმიკელოვი, რომელიც ლიდერი იყო ამ ჯგუფის და ითვლებოდა რომ მას უნდა წაეყვან. ტერმიკელოვი იყო არქიტექტორი თბილისის სადგური რო იყო, აი სანამ რეზო ბაირამაშვილი გააკეთებდა მის რეკონსტრუქციას, მანამდე რომელიც ძველი სადგური მის ავტორი იყო. და პირველი რო შედიოდი იყო არჩილ ქურდიანის პროექტი და მე შემდეგ ეს ბოლოში იყო ის. არჩილ ქურდიანის პროექტ კომისიამ არ შეხედა, ჩაიარა ეს ყველა პროექტი, მივიდნენ ტერმიკელოვთან, უყურეს და ეტყობა არ მოიწონეთ. წამოვიდნენ უკან, იარეს მოვიდნენ და ისევ დაამტკიცეს არჩილ ქურდიანის პროექტი და ამით დასრულდა ეს თამაში. მოსკოვმა მისცა უფლება საქართველოს რო ყოფილიყო მხოლოდ 15,000-ზე მაყურებელზე სტადიონი მეტი არ გაბედოთო. ჩვენო მთავრობამ არჩილ ქურდიანს ეთყობა თვალი ჩაუკრა და უთხრა რომ ცოტა მეტი გააკეთე, რაც მოახერხა. ახლა ძალიან ბევრს ვერ გააკეთებ და 23,000-ზე გააკეთეს. ეს დაახლოებით რომელი წელია? ეს წლები არის 30-იანების დასაწყისი, იმიტომ რომ 31-დან არის ბერია უკვე ცეკას პირველი მდივანი, საქართველოს კომპარტიის. ეს არის სადღაც 22-23 წლები. ხო, ანუ უკვე ბერია ცეკას ბერიას უკვე მიყავს ასე ვთქვათ პარადი. და 36-ში რო გაიხსნა იყო ეს 23,000-ზე. ამ სტადიონმა არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ესეთი დიდი სპორტული ნაგებობა პირველი იყო ფაქტიურად და დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როგორც მე ვიცი, ამ ნაგებობამ ფეხბურთი უფრო მოტივირებული გახდა და არანაირად არ ყოფნით ეს 23,000 სტადიონს და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ოდნავ მაინც მიეხმარონ გულშემატკივრებს და 56-ში გააკეთდა რეკონსტრუქცია, მაგრამ ეს რეკონსტრუქცია გულისხმობდა დამატებას ლითონის ასაწყობი ტრიბუნების. ანუ ლითონის ასაწყობი ტრიბუნები დაემატა, მაშინ უკვე მამაჩემიც მონაწილეობდა, მაგრამ არა როგორც ავტორი, არამედ უბრალოდ როგორც არქიტექტორი. მაშინ ის ავტორად არ ითვლებოდა, ისევ არჩილ ქურდიანი იყო ავტორი იმ რეკონსტრუქციის და გახდა 36,000. მაგრამ მაშინვე 56 წელსვე გადაწყდა ამ სტადიონის სერიოზული რეკონსტრუქციის საკითხი. რაც მე განხორციელდა 56-ში დაიწყო პროექტირება. ეს პროექტირება დამთავრდა 64-ში. 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტირება და 64-ში დაიწყო მშენებლობა და 76 წლის 26 სექტემბერს ქეთევანობის დღე იყო სწორედ და ბევრი შაყირობდა რომ არჩილ ქურდიანმა თავის მეუღლეს მიუძღვნა ეს იყო დავთხოვება და
76-ში გაიხსნა 75,000-ზე. ეხლა მანდაც იყო როგორი პრობლემა, იცით, რომ პირველადი პროექტი, რომელიც აი 50-იანების ბოლო 60-იანების დასაწყისში პროექტირდებოდა, ეს ითვალისწინებდა 100,000 მაყურებელს, 3 იარუს, დაცლას არა კიბეებით, არამედ პანდუსებით, რაც ეხლა ფსიქოლოგების გათვლით არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ისედაც აღელვებული მოდიხარ, წააგე მოიგე ამას მნიშვნელობა არ აქვს, აღელვებული მოდიხარ და შეფერხებები, საფეხურები ცოტა რთულია. ან როდესაც პანდუსი არის უფრო მარტივი, ფსიქოლოგების გათვლა ეგეთი ყოველ შემთხვევაში. მაგრამ მოსკოვი იყო ჩამოსული, ამოშენებული იყო კონსტრუქციები, აი აივნის დონემდე იყო კონსტრუქციები ამოყვანილი. და მთელი პრინციპი ის იყო, რომ ძველ სტადიონს ინარჩუნებდნენ ინტერიერში, ანუ ძველი სტადიონი რჩებოდა. იმის გარეთ ხდებოდა ამ პიროვნების აწყობა და იმის თავზე აშენება ამ ორი იარუსის. ეხლა იმ სტადიონის დანგრევაზე ნუ არ იყვნენ მზად რა. არ იყო მოსახლეობაც არ იყო საზოგადოება ძალიან მოწონდა, ძალიან გემრიელი და ლამაზი სტადიონი იყო. მაგრამ მოსკოვმა თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში 100,000 შეიძლება მარტო მოსკოვში იყოს ლუჟნიკებიო და მოკლედ დააპატარავეთ. და იძულებული გახდნენ, რომ დაეპატარავებინათ, ამან გამოიწვია ამ პიროვნების ახლო მიწევა, გამოიწვია იმ სტადიონის დანგრევა, ერთადერთი მოახერხეს აი ცენტრალური არკა როა იმის აქეთ-იქით ეს არკატურა შენარჩუნდა თაღედი ძველი უბრალოდ აი დილი ხორის გულისთვის რა. თორე რეალურად ხო და ეს მასე იყო რომ ახსენას დირექცია სადაც არის. ხო დირექცია და იგივე მეორე მხარეს პარალელურად. საბაძის ქუჩიდან. ხო. როგორც ვიცი კიევიც 100-იანი იყო, მაგრამ ის ლუჟნიკი იყო, ხო 103 თუ 105 რაღაც 3000 წუთი დაყომე და კიევიც 100-იანი იყო. ბადნაჩი კიევი და რამინდა ისეთ კითხოთ, ჯერ დაუბრუნდეთ მოდით პირველ ნაგებობას. ესე იგი, მაშინ იყო ასეთი ლოზუნგი, ასეთი იმას კომუნისტებს ჰქონდათ, რომ შენობა უნდა ყოფილიყო, აი სტადიონი უნდა ყოფილიყო ფორმით ეროვნული და სულისკვეთებით ისა, რა ქვია, შინაარსით. იყო სწორედ პირველ სტადიონს ეხებოდა. პირველ სტადიონს ეხებოდა და სოციალისტური და ხო, შინაარსით სოციალისტური ფორმით ეროვნული. და რამდენადაც ვიცი, ძალიან კარგად ისარგებლა ამით პაპა თქვენმა და ქართული ტაძრების და აი ძველი ხუროთმოძღვრების ელემენტები მრავლად და უხვად შეიტანა იმ პირველ პროექტში. აი ამაზე რომ ზუსტად ვიტყვათ, რა იყო იმ პირველ ნაგებობაში აღებული ქართული ტაძრებიდან? იცით რა, იყო ბევრი ქართული ტაძრებიდანაც აღებული და იყო მისი პირადი ჩუქურთმებიც. აი ბევრი კაპიტელები არის, რომლებიც მისი პირადად მისი შექმნილი დიზაინით არის რა, გაკეთებული. თვითონ კაპიტელები იყო ჩამოსხმული, ის არ იყო ნათალი, მაგრამ სვეტები იყო ბუნებრივი ქვით ნათალი. მე როგორც ვიცი, მე შემდგომ სამხატვრო აკადემიის გარდა არსებობდა ნიკოლაძის და არსებობდა თოიძის ტექნიკუმები. იმის სტუდენტები დაყავდათ, ახატინებდნენ ამ კაპიტელებს. ერთის მხრივ იყო ის, რომ ნუ ძეგლები მიუფანტულია საქართველოში და მაშინ ეთყობა ჭირდა ტრანსპორტირება სტუდენტების და აქვე იყო ეს ყველაფერი და შეეძლოთ ეხატათ, აეზომათ, შეესწავლათ და გაიგოთ ის ქართული ჩუქურთმის დილი ხორი, იმიტომ რომ ქართული ჩუქურთმა არის მსოფლიოში ყველაზე ლოგიკური ჩუქურთმა. ლოგიკური რას ნიშნავს? აი მამაჩემი ვიძახოდა, რომ თუ შენ ქართულ ჩუქურთმას მუღამს გაუგებ, შენ პრობლემა არ გექნება როგორც არქიტექტორს, არც გეგმარების გასაკეთებლად, არც ფასადის გასაკეთებლად, იმიტომ რომ იმას თავისი ლოგიკა აქვს. თუნდაც აი ყურძნის ტევნის სტილიზებული ქართული ჩუქურთმა რო არის თავის ფოთლით და ასე შემდეგ. ეგეთი ჩუქურთმა, აი ცოტა ჩილეს აქვს დაახლოებით ეგეთი ჩუქურთმები, რაც არის აი ესეთი ლოგიკური ესა. ნუ ჩვენ გვაქვს ქართული ჩუქურთმები როგორც რითონისთვის, ისე ქვისთვის, ხისთვის და ასე შემდეგ, ყველაფერს თავისი სხვადასხვა სტილისტიკა აქვს. მანდ იყო ესე გამოყენებული, დაყავდათ სტუდენტები, ხატავდნენ და მე როგორც ვიცი, საკმაოდ ბევრი იყო პაპას მიერ პირადად გაკეთებული. ჩვენ სახლში ქონდა შენახული უბრაჟები მაგის მიერ შექმნილი ჩუქურთმების, დიდი ერთ-ერთთან ზომის უბრაჟები ქვია დახაზულს, დახატულს და შემდეგ დაფერილს ჩtildeოსინათლეებით. უბრალოდ ხანძარი რომ მოგვივიდა სახლში, აი მაშინ რაღაც დიდი მასალა დაიკარგა, დაიწვა და სამწუხაროდ ესენიც ასე გაბუჭდა. მე მინდა ერთი დეტალი დავამატო ჩემ წინასაუბარს.
აი აივანზე თუ მოხვდებით თქვენ და შეიძლება აი აივანზე საევაკუაციო აივანზე სერინობისას შეხვდეთ რაღაცა ბეტონის დიდ კუბს, რომელიც არის აბსოლუტურად გაუგებარია რატო არის? არის. რომელ მხარეს არის? დასავლეთისკენ. რატო არის? ხო შეეძლოთ რეკონსტრუქცია მოეჭრათ და რატო იყო ეს არის? ეს არის იმ 100,000-იანის ნარჩენი. და მამაჩემმა სპეციალურად დატოვა, ხელაზე ამოსული. სპეციალურად დატოვა მამაჩემმა, რომ დარჩენილიყო შთამომავლობას ის ცუდი რამე რაც გააკეთეს და ძველი სტადიონის ეს არის. ძველი სტადიონის სტადიონი რომ გადააკეთებინეს და დააპატარავებინეს, იმის კონსტრუქციის ნაწილია და პროსტა დილიხორის გულისთვის არის დარჩენილი ეს ამბავი და. და იმიტომ გაიწერა პრინციპში 76-მდე და ეხლა 76-ს გეტყვით თუ ნებას მოვცემთ რა. ნუ 75 უნდა ყოფილიყო. 76 წელს უნდა ყოფილიყო 75. სტადიონი რეალურად უფრო დიდი იყო. მაგრამ 75-ზე მეც ვერ დააფიქსირებდნენ. მაშინ უკვე იყო შესაძლებლობა, რომ ერთჯერადი სკამები ყოფილიყო, ჩვენ ქონდა კიდეც მამას სახელოსნოში, პლასტმასის სკამი იყო, საკმაოდ ისეთი გაუგებარი ფორმის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო მაშინ შემოთავაზება, რომ ყოფილიყო ერთჯერადი სკამები, მაგრამ მაშინ სტადიონზე 90,000 ვერ დაეტეოდა. ეხლა რა ქნა, მამამ შეისწავლა ევროპის სტანდარტები და აღმოჩნდა ყველაზე დიდი ზომის სკამები აქვთ გერმანელებს და იმ ზომით გააკეთებინეს ფიცრის სკამები და იმ ზომით დაანომრინა ეს სკამები. რომ მაქსიმალურად მეტი ხალხი ჩატეული იყო. ნუ სამ ადგილში 4 კაცი ეტევა რა. და გამოვიდა ისე რომ 75,000-იან სტადიონზე კიბეების გარეშე მარტო დასაჯდომებზე 90,000 ეტეოდა ზუსტად ეხლა. ლივერპულზე მე როგორც მახსოვს UEFA-ს ცნობით იყო 100,000 თუ არა ვთქვი. UEFA-ს ოფიციალური ცნობით იყო. ნუ ახლა იქ თუ კიბეებზე დაждდენ მე მახსოვს რომელიღაცა მატჩი იყო ლუკებიც კი გატეხეს სახურავზე ავიდნენ და ფეხებს ჩამოკიდებულები სახურავზე. გერმანიასთან იქნებოდა 100 იქნებოდა რა 95. ეს უკვე 90 წელს. იმაზეც ის იყო რა ქვია. არ დამაუწყდება ან ლივერპულის ან ჰამბურგის თამაში იყო შეიძლება ლივერპულის და ერთი კაცი აი მაშინ ვისხედეთ ნუ როგორ ხო ყველანი ჭიდროდ ყველა მაშინ მთელი საქართველო ჩახუტებული იყო. ხო, ჩახუტებული იყო მართალი ბრძანდებიც და ერთი კაცი ჩემს გვერდზე რომელიც ესეც ეს შემჭიდროებულები ვხედავთ და ერთი კაცი იძახის ნეტა ჩვენებმა გოლი გაიტანონ და გავხედეთ ესე გაგვირებული ყველას გვინდა რომ ჩვენებმა თქვენი ადგომა და ჩემი დაждდომა ერთი ეხლაც დამამახსოვრდა რა უნდა ეს 90 კარგით ეს არის დასაჯდომი ადგილი იყო კიბეებიც კარგი და რეალურად 100,000 თუ კიდე მეტი შეიძლება იყოს დატეულიყო უბრალოდ არა მე მგონია ხა მეტი ო არა იმიტომ რომ დიდია რა აშკარად და ძალიან ეს არის რა ვქო საინტერესო ისტორია არის თუ კიდე მაქვს საშუალება რომ გითხრათ ორი სიტყვით ჟავანაძის პერიოდი იყო, როდესაც იყო საუბარი ამ უკვე ჟავანაძის პერიოდი იყო, როცა ამ სტადიონის რეკონსტრუქციაზე იყო საუბარი. ნუ იყო ეგეთი მსჯელობა, რომ გაეკეთებინათ აიშენებინათ სადღაც სხვა სტადიონი. ნუ ადგილი მაინდა-მაინც ვერ იპოვეს მაშინ, იმიტომ რომ ნუ მაინც დინამო სტადიონი არის შუა ცენტრში ქალაქის, აქეთ-იქით. ხიდებია, მეტრო, რაღაც ანუ ევაკუაცია არის გამარტო. გეტყვით. იყო საუბარი ლოკომოტივზე და იქაც შეებოდნენ რომ ამ სტადიონის ხელისუფლება არ უნდათ რა. ანუ საზოგადოება იყო ძალიან ამასთან დაკავშირებით აღზნებული და ერთ-ერთი მატჩი იყო ჯავანაძე ისდა თავის ლიმუზინში და პირველი ტაიმი ნახა მოусმინა რადიოში მანქანაში. ვერ მიაღწია ლოკომოტივამდე. იმიტომ რომ ლოკომოტივი არის ჩიხურია რა. ანუ მითქვით მაშინ ახლა არც ბაგების და ეს ხილხელ დასახლებაც არ იყო. ანუ იქ უნდა წახვიდე და მე იქ უნდა წამოხვიდე მოსახლეობა და პროფკები არ იქნებოდა მაშინ და იქიდან დაატრია და მანქანა ავიდა თავისთან ცეკაში და მოაწერა ხელი ამ დინამოს გამო ვერ მივიდა სტადიონამდე ისე რა საინტერესოა ქვეყნის ცეკას პირველი მდივანი სტადიონზე ვერ მივიდა იმიტომ რომ სახსოვში მაშინ არ იყო ესეთი რაღაც დაცვები გადაკეტვები და რაღაცები ახლა ის ტიტებ გალოვიშვილი ახლა ჩვენი უშიშროების მინისტრი ახლა წარმოიდგინე გადახდეთ მანქანაში ესე რომ რაღაც ხელი დაუქნიო და გაგიჭერდა ხო ეგეთი რაღაც სხვანაირი სტილი იყო ცხოვრების, სხვანაირი რაღაც.
აი გუშინ წინ დავწერე ასტონ ვილას მოუგო დინამომ რა 2-0 და იმ წელს დინამოს ყველა თამაში აქ ჩატარებული ბურევესნიკზე. ნუ ძველი ლოკომოტივი რა. ხო და ვერ დავაკავშირე, ესე იგი მაგ დროს ეთყობა მიდიოდა დიდი ხანი მშენებლობა. შეიძლება 12 წელი მიდიოდა. ხო. არა, იმას ვამბობ, აი ისე სხვა დროს ხო თამაშობდნენ კაცო ჩვეულებრივ დინამოზე 64-ში, 63-ში. აი იმ წლებში არის გაყოლებაზე სულ 64-ში დაიწყო, მე მგონი დაიკეტა 64-ში და დაიწყო რეკონსტრუქცია. 64-დან 76-მდე ზუსტად 12 წელი მიდიოდა. სულ ჯამში პროექტირებიან 20 წელი იყო რა. ნუ ამას ბატონო ეს ტერიტორია ასაშენებლად რატო შეირჩა? აი ახლა სადაც არის სტადიონი. იცით რა, მაშინ ყოველ შემთხვევაში იყო ქალაქის გეომეტრიული ცენტრი იყო რა ჩათვალე რა, გეომეტრიული ცენტრი იყო. იმიტომ რომ 30-იან წლებში ხო, გეომეტრიული ცენტრი იყო და ხალხის გაწოვა, ანუ ევაკუაცია იქნებოდა, მაშინაც ეთყობა ამაზე ფიქრობდნენ. და იყო ძალიან ხელსაყრელი ყველა მიმართულებით რა. ანუ არ იყო ცალმხრივი ევაკუაცია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი 76-ში რომ გაიხსნა და თქვენ წარმოიდგინეთ დღემდე ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ევაკუაციის თვალსაზრისით. და როგორ? შენობა სტადიონის იცლება ზუსტად 8 წუთში. და კიდე 4 წუთში იცლება ტერიტორია. 12 წუთში შენ დახურული გაქვს სტადიონი და ტერიტორია გაჩვილი არა. ნუ ნორმალურ ვითარებაში რა თქმა უნდა. კარებს თუ გააღებ. ხო, კარებს თუ გააღებ. გარი თუ გაიღებ. გამიგე, ანუ 12 წუთიანი ევაკუაცია სტადიონის ამხელა მასის ეხლა 55000-ია, 54000 რაღაც, მაგრამ მაშინ ხო 75 იყო, 90-იც კი რო იჯდა ხოლმე, 12 წუთში ტერიტორია იყო ძალიან. ამას სპეციალურად ამოწმებდა ისა რა ქვია მამა ჩემი და იყო გვარი აღარ მახსოვს სიმართლე გითხრათ იყო რაღაც ადმინისტრაციული ორგანოების რაღაცა მოკლედ დიდი ნაჩალნიკი იყო და ვიღაც პოლკოვნიკი თუ ვიღაცა და იმითი წამძომით იდგა და ამოწევდა ეს მონაცემი იყო მნიშვნელოვანი იყო მაშინაც რა სხვათა შორის ჩემს ძალიან დიდი შტაბეჭდილება დატოვა ესპანეთში ვალენსიაში ვიყავი 1-2 წლის წინ და მადრიდში აი ამ ახალ სანტიაგო ბერნაბეუზე რეკონსტრუქციის მერე აი ის ივსება უცბად ისიც რა ქვია, ნუ იცლება ძალიან უცბად ეს ესპანური სტადიონები რა. ნუ ეს ეთქობა ორგანიზაციასაც თავისი ისა აქვს, რა ქვია. საინტერესო ის არის 2006-ში, როდესაც UEFA-მ თავისი მოთხოვნები წარადგინა, ის გამოც 2006-ში საკმაოდ სერიოზული რეკონსტრუქცია გაკეთდა. ნუ ყველას გონია რომ გადაიღება და სკამები შეიცვალა, ეგრე არ არის. მე ბოდიში წერა რომ არა. ხო, აი ეს UEFA-მ ნუ ჯერ ხო იყო ძალიან ესეთი უცნაური რაღაცო სამთვეში ეს უნდა გადაკეთებულიყო, როდესაც 76-დან ხელი არ დაუკარები არავის სტადიონისთვის, არავის არც ეცალა, ახლა ესეთ პერიოდი გავიარეთ, ხო? ის წლები 30 წლის განმავლობაში, ნუ იყო საშემდგო გამარჯვება, გინდა ინფრასტრუქტურა, გინდა, ნუ რაც გინდა ყველაფერი. ამ მოთხოვნებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ ტრიბუნ ქვეშა მთლიანად ყველაფერი გამოვშიგნეთ, ყველა ტიხარი კედლები სულ დაინგრა. გაშიშდა ყველა კონსტრუქციები, ახლა იქ როგორ არის, იცით, რომ პირველი იარუსი და იმის ქვეშ რაც არის, ეს არის 36 წლის სტადიონის ნაწილია. ანუ 36 წელს არ იყო ისეთი სეისმომედეგობისთვის მზად სამშენებლო ტექნოლოგიები და ამიტომ ეს მთლიანად იყო დაცლილი, შესწავლილი, მაშინ იყო ზავრივის ინსტიტუტი სეისმომედეგობის, ახლა რაც სამხარაულია ფაქტიურად ხო, ის იყო. იმ ზავრებმა შეისწავლა დადო ექსპერტიზა რომ აი რა არის გასაკეთებელი ჩვენ საპროექტო მაშინ გავაკეთეთ პროექტი იმათ შემდეგი ექსპერტიზა ჩაატარეს ჩვენი პროექტის დაგვიდასტურეს რომ ესე უნდა იყოს და ეს გაკეთდა და ლითონის შონჩხში ჩაისვა მთელი იმ 36 წლის სტადიონის სრული კონსტრუქციები პირველი არის ეს ტრიბუნა ფაქტიურად ახალი ფილა რომელიც ეყრდნობა იმ ახალ კონსტრუქციებს ანუ ის ძველი 36 წლის მზიდი კონსტრუქციები ფაქტობრივად არაფერი არ უჭირავს, თავისთავად უჭირავს. აი ესეთი ვითარება ეხლა. და თავიდან დაგეგმარდა იმ მოთხოვნების მიხედვით, ამ UEFA-ს მოთხოვნებით. დოპინგ კონტროლი იყო, პრესა იყო, რატო დაიკარგა ამდენი ადგილი, ხო? 75 იყო და უცბად 55 გახდა. შესეთი პრესამ წაიღო ძალიან ბევრი ადგილი. ნაწილი ტრიბუნაზე უნდა იყოს, ნაწილი გადახურული, ნაწილი გადაუხურავი. იქ ეს ვიპლოჟები უნდა იყოს, ეგეც UEFA-ს მოთხოვნა იყო. ახლა ვიპლოჟაში რო ზიხარ წინ ვიღაც ხორიჯდება, ბოლო 3 რიგი პირველი იარუსის აგრეთვე დაიკარგა. იქ რაღაცა განსხვავებული, ნუ ძალიან ბევრი მოთხოვნები იყო. შეშმოპირებზე მოთხოვნა იყო.
საინტერესო იყო ჩვენ, ჩემთვის იყო ძალიან უცხო ეგა. მოთხოვნა იყო ასე იგი მხედველობა დაქვეითებულებისთვისაც. ანუ ვინც აი სავარძელში ზის და მხედველობა დაქვეითებულა, აუცილებლად უნდა ღერძულა ხაზზე მჯდარიყო. და მე სიმართლე გითხრათ მიკვირდა ხა თუ როგორ რამდენად დაქვეითებს არ ვერ ხედავენო რა. და მაშინ ამ მნიშვნელობა აქვს მეთქი აი რატო არა იმ ადგილას უნდა იყოს. ანუ ეს რაღაცა მოთხოვნა იყო. ანუ ბევრი რაღაცეთი მოთხოვნები იყო და ყველა ეტაპზე მე 2015-ში უკვე სუპერთასისთვის ხო? იქ კიდე დამატებითი მოთხოვნები იყო. ახლა იქ კიდე საჭირო გახდა რაღაც გარკვეული რეკონსტრუქციის გაკეთება. ანუ ამიტომ ყველა ეტაპზე ეს რეკონსტრუქციები იყო დაკავშირებული ამ რაღაც ახალ და ახალ მოთხოვნებთან. თან გაძლიერება ხდება ამ UEFA-ს სტანდარტების ყოველწლიურად თუ რაღაც ამ წელიწადში 20 წელს. საფრთხოებიდან და სხვა და სხვა. ხო და რატო დავიწყეს ლაპარაკი? საინტერესო რომ აი 76-ში რაც გაკეთდა კიბეები, გასასვლელები, ლუკები და ეს ყველაფერი 2006-ში UEFA-ს მისაღები იყო ეს. ანუ მაშინ უკვე იყო ისე გათვლილი, რომ არ იყო თქვა გაფართოება და რაღაცა საჭიროა. ანუ რაღაც თქვა ეს სტანდარტები არ ვიცი ხა მამაჩემმა საიდან აიღო მაშინდელი საბჭოთა სტანდარტები იყო ეგეთი უკვე თუ რამე ევროპული სტანდარტები აიღო ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისე რა უნიკალური სტადიონია, თითოეული ადგილი და არ არსებობს საერთი ადგილიც კი, საიდანაც მაგრად ვერ უყურებ თამაშს რა. ყველა ადგილი, ყველა მხრიდან ჩანს და ეს სხვათა შორის ისეთი მომენტია რა. მაგალითად იუვენტუსის დელი ალპი მაგიტო ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ მაგიტო დაანგრიეს. ძალიან შორს იყო ბოლო რიგი. აიყო ადგილები, სადაც 700-800 ადგილამდე ყოფილა ეგეთი, საიდანაც ვერ ხედავდი. ხო და კი, კიევის სტადიონზე, ძველ სტადიონზე. სადაც ვიჯექი ვერ ვხედავდი იქიდან. მარტო ლანდებს ვარ. არის ეგეთები და დინამოს სტადიონი უნიკალურია. იცით რა არის სტანდარტები? ლუჟნიკი ცხოვრება იყო იმამდე რეკონსტრუქციამდე, როგორც ვიცი, რომ საერთოდ არ ჩანდა. ჯერ-ერთი არის სტანდარტები ჩოგბურთზე, ჰოკეიზე და ფეხბურთზე. ანუ ბურთის დიამეტრიდან გამომდინარე მანძილი ყველაზე დაშორებული წერტილი და რამდენია დასაშვები. სიტყვაზე აი იქითა თქვათ მარცხენა შორეული კუთხურის იმიდან რა ქვია დროშიდან დიაგონალზე ტრიბუნაზე ბოლო რაც არის აი ეს მანძილი არის რაღაცა გარკვეული სტანდარტი ხო ზუსტად არ მახსოვს გონი ასიმეტრია თუ ანუ ბურთის დიამეტრი დელი ალპიზე რამდენადაც ვიცი 100 მეტრს გადაცილებული იყო 110 თუ 120 მეტრი იყო ბოლო ვერ დაინახავდი ხო ვერ ხედავს ბატონო გევანდელ მდგომარეობაზე გითხარით სტადიონზე რა ხდება ეს უსაფრთხოების ამბები დღევანდელ მდგომარეობაზე მე როგორც ვიცი ახლა ეს 6 სექტორი იკეტება ხო ну ეტყობა რაღაცა შემოწმება გააკეთეს შეიძლება რაღაცა ჩვენ იცით რა არის 2006-ში რო გავაკეთეთ ეს გამაგრება და ეს ჩვენ თვითონ ჩავწერეთ რადგან მაინც 36 წლის ნაგებობა არის იქ ნაწილი ეხლა მეორე იარუსი გადახურვა და ეს აივანი საგანგებო შენობაა და მაგრამ საერთოდ არ ეხება და კითხვა არის ეს მეორე იარუსი საერთოდ ცალკე ის ცალკე შენობაა და არის 9 ბალზეა დათვლილი ანუ 9 ბალზე საქართველოში თუ 3-4 ობიექტია გაკეთებული ენგურღესი და თუ შეიძლება მაყურებლისთვის დავაზუსტოთ რომ პირველი იარუსი სხვა შენობაა და მეორე იარუსი სხვა შენობა ერთმანეთთან კონსტრუქციულად არანაირად კავშირი და ჩვენ თვითონ ჩავწერეთ მაშინ პროექტში განმარტებითში აუცილებელი მოთხოვნა ყოველწლიური შემოწმების და ყოველ წელს 2006 წლიდან მოყოლებული სამხარაულის ექსპერტები, კონსტრუქტორები მიდიან, ამოწმებენ და რაღაც პერიოდულად რაღაცა მოთხოვნები აქვს თქონე რომ თქვა აი რაღაც კვანძი ეჭქვეშარი და ნუ სტადიონის ადმინისტრაცია მას ამაგრებს. იქ რაღაცა ხა ძველი შენობა რაზეა საუბარი კი ჩვენ თლიანად ლითონში ჩავსვით, მაგრამ მაინც შეიძლება რაღაცა რო არ გაგვეპაროს, ამიტომ მოთხოვნა იყო ყოველწლიური შემოწმების. ეხლაც ალბათ შეამოწმეს, როგორც მე ხვდები და რაღაცა ეთყობა ეჭვი შეეპარათ რომელიღაცა კვანძებში და ალბათ ეხლა გადაწყდება ამის ეხლა ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ საავტორო უფლება მაინც კანონიერი თემაა და ჩვენ გვაქვს საავტორო უფლება 36 წლის სტადიონის ავტორი იყო პაპა, 76-ში იყო პაპა და მამა ერთად, 2006-ში მე და მამამ გავაკეთეთ, 2015-ისთვის 2014-ში დავიწყეთ პროექტირება და მამა მე და უკვე ჩემი ვაჟი ჩაერთო
და აი ესე უკვე მე და ჩემი ვაჟი ვარ, ჩემ ცოცხალი აღარ არის და მე და ჩემი ვაჟი ვართ ფაქტიურად ავტორები ამ რეკონსტრუქციის და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაგაზე გამოვიცნობ და შვილიშვილიც მე მგონი მაგას გაყვება. ჯერ არ აქვს შვილიშვილი, მაგრამ ნახოთ რა თუ ფარგლით ხელში დაიჭირე მაგ შვილთა შვილიც. აპა თქვენის მამაც არქიტექტორი იყო. ხო ესე იგი ძველთაძველი დინასტიაა. ჩვენი დინასტია მოდის 1898 წლიდან. სხვაჩორის სავიზიტო ბარაძე გვიწერია, რომ აი 1898 წლიდან და ერთ დამკვეთს რომ მივაწოდე. არ მიცნობდა საერთოდ რაღაც ისეთი კაცი იყო და შენ რა უნდა დაგიკვეთო საერთოდ თუ ვიზიტკაზეც კი შეცდომა მაქვს რა შეცდომა მაქვს აი რუიანი გიწერა ცხრიანი უნდა გასა მე ხო შენ არც გაგიკეთებ მეტი არაფერს იმიტომ რა რუიანი წერია ხდება ხოლმე ეგეთ ჩემს და ის იყო ქალაქის მთავარი არქიტექტორი ის იყო თბილისის საქალაქო დუმის მთავარი ინჟინერ არქიტექტორი სხვა შორის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები მან სპეციალურად წავიდა გერმანიაში შეისწავლა, ჩამოიტანა და თბილისის და ქუთაისის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები მის დაპროექტებულია. სანაპიროები, ლესელიძის ქუჩა ხო არ იყო ეგეთი, აი გამჭოლი არ იყო. აი ეს გამჭოლი ლესელიძის ქუჩა მისი დაპროექტებულია, ანუ ხალაგეგმარებით თვალსაზრისით. ну საცხოვრებელი სახლები აქ დაპროექტებული ძალიან საინტერესო ჯავახიშვილის ქუჩაზე არის ძალიან საინტერესო სახლი მაშინ ყველაზე ცნობილი ჩოხების ხელოსანი იყო კერავი და იმან დაუკვეთა სამსართულიანი სახლი ულამაზესი გუმბათით ინტერიერი ძალიან საინტერესო ჩვენი სახლი ვერაზე სადაც ცხოვრობთ საგარეჯოში დააპროექტა და ააშენა ბავშვთა კლინიკა და თვითონ ეს მეგონია რა კი ბატონო და თვითონ იყო ძალიან პატრიოტი, რის იცით, იღებდა შვებულებას, თავისი ფული დადიოდა კახეთში და გაყავდა წლები. 300-მდე სოფელში კახეთში, მათ შორის საგარეჯოში, მისი გაყვანა საგარეჯოს სათავე ნაგებობა მისი დაპროექტებული და თავისი სახსრებით აშენებულია. ну, ასეთი დილიხორში კი კაცი იყო რა. ასევე, ესე იგი, პაპა თქვენის მამის მის შთამომავალებიც იყვნენ კი ბატონო, კი ზაქარია გონი ხო? ზაქარია, კი ბატონო, აი ფუნიკულორის ავტორი, თავის მეუღლესთან ერთად, მე მისი ვაჟი ალიკო დაიღუპა საწყალი ობიექტზე, ხარაჩო ჩამოიშალა და დაიღუპა. და მათი ამ ალიკოს ვაჟიც, ანუ ზაქარია შვილიშვილიც, უმცროსი ზაქარია შაქრი ჩემ ბიძაშვილი ისიც და მისი სახელობის ქუჩას არსებობს თბილისში ვარანცოვზე. ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანები. ზაქარიას გაკეთებული არის ფუნიკულიორის რესტორანი, ზემოთ სადგური. კი ბატონო. და რომელიც ახლა ყველა ადგილიდან აღარ ჩანს. დამწუხაროთ. და მაგარი არის აურა აქ რა თვითონ ამ დინამო სტადიონს, აი რომ წარბი. საოცარი და მე დაძარივით არის რა ეხლა ჩვენთვის, ავიჭი ყველასთვის აკუთვნებისთვის. დათო ყიფიანის, ნუ ეხლა ჩვენი ყველას უსაყვარლესი ფეხბურთელის და ლეგენდის ინტერვიუ მახსოვს მაშინდელი ახალგაზრდა იყო ყიფიანი ჯერ კიდე და ძალიან ზუსტი სიტყვა მოძებნა შინაურული სტადიონიაო. მიუხედავად იმისა, რომ დიდია, ნუ დიდი სტადიონია ახლა, ხო? პატარა სტადიონი არ ქვია ამას. დიდი სტადიონია, შინაურულია, აი რაღაც სული აქვს რა, რაღაცნაირი. მე მინდოდა სწორედ მე თქვა და დამასწარეთ. ეგ მამა ჩემთვის ჰქონდა ნათქვამი დათოს. სწორედ დათოსთან დაკავშირებით ერთი რაღაც კაზუსი იყო სტადიონზე, მე პატარა ვარ. 77 წელია შეიძლება მე მგონი ვეთამაშებოდით თუ არ ვწდები ზარავარაში ლოგრაც და ვზივართ ვედაბებია ჩემი ქეთო ტრიბუნაზე და წითელი ბარათი მიიღო დათომ გააგდეს მოვიდა ну სტადიონად დაინგრა ყველაფერი და ჩვენს უკან იჯდნენ სამი სომეხი კაცი რომლებიც ერევნელი სომხები იყო იქიდან ჩამოსულები ქართულად საერთოდ არაფერი არ ესმოდათ რა ერთი ასაკოვანი და ორი ახალგაზრდა. შეიძლება შვილები იყვნენ, ვერ გეტყვით ხო და ну მოკლედ სტადიონი დაინგრა ხო ყიფიანის გაგდება, ახლა ესეთი თემა იყო რა, ხო და რო ჩაჩუმდა უკვე ერთი 15 წუთის მერე სტადიონი და ეს სომეხი კაცი წამოხდა ფეხზე და დაიყვირა. სუდია завтра твой некролог будет. ეს იყო, ну მანამდე ხო სომხურად იგინებოდა, გასაგებია, მაგრამ აი
თავისი მაინც თქვა რა, სიტყვა ამაზე მეორე ტალღა მოყვა და 1-5 მილი არ გაჭერდა სტადიონს. გულის და სული თუ გულშემატკივრია. ისიც ხო არის რაღაც დინამო და იქიდან მეორე მხრიდან დაიძახებდნენ სახში არ არის ხო რაღაცა ეს გადაძახილ გადმოძახილები იყო. ბატონო არჩილ, რა უნდა გითხოთ ამ ერევნის და სომხების გახსენებაზე. არის ეგეთი ლეგენდა თუ ნამდვილი ამბავი, არ ვიცი რომ ის რაზდანი რაც ააშენეს. ამის მიბაძულობით აშენდაო. თქვენ ხო არ გწმენიათ ეგ? მე ვიცი, ერთადერთი რომ როდესაც ეს სტადიონი დასრულდა, 1-2 წლის მერე მოსკოვიდან იქნა მოთხოვნილი სრულად ეს ნახაზები ამ სტადიონის და ნუ მაშინ იყო ეგეთი წესი, რომ საბჭოთა კავშირი რაღაც მეგობრულ ხალხს ეხმარებოდა რაღაცას, ხო, რაღაც ესეთი ხანი სპეციალისტებს აგზავნიდა და ამ შემდეგ. და ესე იგი ვერაფრით ვერ დაადგინა მამაჩემმა რომელ ქვეყანაში გაიგზავნა ეს პროექტი და იმ ნახაზებით საბოლოოდ აშენდა თუ არ აშენდა ისიც ვერ დავადგინა სადღაც იყო საუბარი რომ ან კუბა იყო ან რაღაც რომელი ანუ სადღაც შეიძლება ასეთივე სტადიონი არის მაგრამ ვერ მივაკვლე მე მაინტერესებდა და ინტერნეტით შევეცადე რომ რაღაცნაირად მე პოვა რომ იმემსგავსა ან რაღაცა ნუ აქ ახლო არა სადღაც მეგობრულ ქვეყანაში მეგობრულ ინტერნაციონალური დახმარება ეხლა გამახსენე ინტერნაციონალური მეგობრული დახმარების ფორმატში ბატონო არჩილ ალბათ თქვენს გსმენიათ ხო აი სუპირველ სტადიონზე თავიდან ნუ არ იყო ტაბლო და იყო მერე გააკეთეს ისა ხელით რო ცვლიდნენ ანგარიშებს და გარეთ რო რჩებოდაო ხალხიო წაკითხული მაქვს იმ ხალხისთვის ხო რადიოფიცირებული სანამ რადიოფიცირებული გახდებოდა იმ ხალხისთვის შიგნით ამ ტრენდს უშვებდნენ ვიღაცა ტიპები. იგი ტრენდი გააფრინდებოდა და $1 რა. ხო, საფოსტო ტრენდები რა. მეცა ორი ტრენდი გააფრინდებოდა 2 თნავი. ხო, ნუ რაღაცა ესეთი პირი და გარეთ რო ხალხი იყო, იმათ იცოდნენ რა ანგარიში იყო და მე ესე იგი ძალიან ესეთი პრობლემური იყო საათის ყოფნა არ ყოფნა სტადიონზე რა. და მაშინ ეხლა რომ მარჯანიშვილი მოედანია იყო გერმანული ეკლესია კირხა რომელიც ეხლა აღარ არსებობს ის კი არა კირიჩნეზე ზეით რო ის არის კათოლიკური დაბლა იყო ზედ მარჯანიშვილის მოედანზე და ის სხვა შორის გერმანელ ტყვეებს და ანგრეინეს რამხელა ცინიზმი იყო თავიანთი სალოცავი და ანგრეინეს გერმანელ ტყვეებს მაშინ ხო და იმისი საათი წამოუღიათ რამდენადაც ვიცი არ ვიცი თქვენ რამდენადაც ილია ვერ გეტყვი აი ეგ თემა ჩემს უცნობია ნამდვილად რა წაკითხული მაქვს წიგში რომ ის საათი დააყენესო მერე და უკვე სტადიონზე შეკრებილი ხალხი აი რომ რამდენი წუთი გავიდა უყურებდა აი კირხიდან წამოღებული საათის საინტერესო ისტორია. ისე აქამდე არ გვიხსენებია და ეგეც თქვათ, ეხა ბევრმა იცის, ნანახიც აქვს ფოტოები, სადღაც 82 ან 83 წელი ან 91 დინამოს სტადიონი ტევადობით ევროპაში მესამე ადგილზე. ტევადობით კი არა, დასწრებაზე. პირველი იყო კამპ-ნოუ, მეორე აღარ მახსოვს სან-სირო მე მგონი და მესამე იყო დინამოს სტადიონი დასწრების ხრი. საშუალო დასწრების ხრი. დასწრებაზე გეტყვით აი ხრუშჩოვის დროს საკავშირო ცეკას დადგენილება იყო რომ აიგზავნოს ყველანაირი სპორტული ნაგებობების მშენებლობა. საერთოდ იყო გაჩერებული ყველაფერი. რატო? ნუ იმიტომ რომ ხრუშჩოვკები უნდა ეშენებინათ და ასე შემდეგ სხვა მართულება ჰქონდა და სპორტული საერთოდ იყო მაგათთვის გავუგებარი. არჩევანი სხვა გააკეთეს. იმის გამო რომ თბილისის ერთ სტადიონზე ერთ მატჩზე უფრო მეტი ფული შეძდიოდა სახელმწიფოს ვიდრე მოსკოვის 4 სტადიონზე 4 მატჩზე. ანუ დასწრება ჩვენთან უფრო მოტივირებულები იყო ვიდრე იქა. ამიტომ გამონაკლისის სახით მიეცა საქართველოს უფლება და ფინანსირება იმისი რომ ეს სტადიონი რეკონსტრუქცია გაკეთებულიყო. მე გულისხმობ აი 76 რომელიც დამთავრდა. ეს არ იქნებოდა ესეთი ქართული საზოგადოების ეგეთი აქტიურობა რა ყოფილიყო ფეხბურთელების. 76-ში როდესაც გაიხსნა ესე იგი 75,000 ხო იჯდა ეს იყო ინდივიდუალური ბილეთები. ამის გარდა 100,000-მდე იყო მოთხოვნები მემებიდან ორგანიზაციებიდან აი ჩვენ კორპორატიულად გვინდა თქვათ 200 ბილეთი 500 1000 და ასე ქარხნებიდან და მთელი საქართველოს ანუ ესეც ვერანაირად ვერ ყოფნით ამიტომ იყო რომ ვერაზოს ვერ შევედი ბილეთს ბატონო რატომ არის ეხლა რაღაცა ბოდის გიხდი ილია რახან UEFA და ის ახსენე
ჩამოსული იყო 77-ში თუ არ ვცდები ჟოაო აველანჟი, რომელიც იყო UEFA-ს პრეზიდენტი. და ვიცე-პრეზიდენტი იყო ვიღაც რუსი FIFA-ს ხო? FIFA-ს იყო შეიძლება ხო. და რო ჩამოვიდა რომ და ესე იგი მამას დაურეკეს რომ ჩქარა მოდიო ჩამოსულია და დაათვალიერებინო სტადიონი, ნუ მივიდა იარეს ჭუმად იყო დადიო და მამა ჩემი ძალიან ნერვიულობდა და ხმარა მოიღო, ტიპა ამდენი იარა დაატარა მამა. ზემოთ აიყვანა იქიდან. აი 85-ში იყო მე მგონი ჩამოსული ახალგაზრდული 20 წლამდელთა მსოფლიოზე? შეიძლება უფრო ადრე რაღაცა ეგრე. და მან ესეთი რაღაც თქვა ბოლოს რომ ჩავიდნენ, ესეთი რაღაც თქვა რომ მეო მთელი აი რა ბოლო წლის განმავლობაშიო ეს უფრო ახლო 70-იანების ბოლო იქნებოდა რა. ბევრი მეუბნებოდა რომ საბჭოთა კავშირში აშენდა რაღაც ახალი კაი სტადიონი. ხო საქართველოს არ არსებობდა მაშინ სოფლიო გაგებისთვის იყო საბჭოთა კავშირი, ხო? საბჭოთა კავშირში აშენდა რაღაც ახალი სტადიონიო და ნუ არ მჯეროდაო რა საბჭოთა კავშირში რა უნდა აშენებულიყო რა, დაახლოებით ეგეთი რაღაცა თქვა. მაგრამ ეხლა მე მივხვდიო რომ ევროპაში არის საუკეთესო და მსოფლიოშიო ერთ-ერთი საუკეთესო. რა თქმა უნდა ეს არ დაიწერა არსად, იმიტომ რომ ეს მოსკოვისთვის იყო თავის ჩარტმა. იმიტომ რომ ლუჟნიკებში იყო, კიევში იყო, მანდი იყო და რაღაც ეს მოიარა რაღაცეები და მე გაფრინდა. რა თქმა უნდა არც ერთ გაზეთში ეს არ იყო, მაგრამ ნუ ჩვენ სახში გვაქვს პატარა ვიმპელი აჩუქა მამაჩემმა მაშინ რაღაც თავის ავტოგრაფით და და მამაჩემის მონაყოლი. ეს ხო არის რომ დოკუმენტური დასაბუთება არა. ევროპის, ნუ აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სტადიონი იყო, ხო? ეს რა ქვია? ცნობილი ამბავია. არა, წევადობით არა, მაგრამ სილამაზით კი. არა, არქიტექტურული ხედვის მუდით იყო. წევადობითაც ბევრი არ უსწრებდა ეთი, მე მგონი ბელგრადი უსწრებდა მეტი. აღმოსავლეთ ევროპას თუ იღებ. ბელგრად მარაკანა? არა, ამხელა არა მარაკანა. მაშინ 100.000 იმ დროს 100.000 ეტეოდა. რა ქვია? იმ დროს 100 ეტეოდა. ლუჟნიკი თუ სწორედ მახსოვს მე ვარ ლუჟნიკებზე დამყოფი ისეთ გაშლილი სტადიონია. კი, ხედვის მუდეზე. არა, ეხლა რომ რეკონსტრუქცია რო გაუკეთეს. აი სხვათა შორის ის კი აი შენ გაგიხარდება გოლშემატკივრო ვალენსიას და იმიტომ მესტაია ის სტადიონი ვალენსიასი. მართალია ნუ ეთყობა უკვე რო ძველი სტადიონი. როგორია ძალიან ლამაზი სტადიონია, ნამყოფი ვარ. როგორია, იცი? აი რო ზიხარ, თქვა მეორე იაროს, ხო? აი ესეთია, ცოტა ესე ციცაბური ვარიანტი. ასე გონია, რომ აი ახლა ხელს ჩაყოფ და ფეხბურთელს ჭადრაკის ფიგურასავით აიყო. აი ესე თან ის სიმყუდროვის მომენტიც არის ძალიან დიდი და ესე პირდაპირ დაყურებ რა ზეიდან რაღაც ძალიან ისე შინაური. ის უსტორმასტორო ფორმა რო აქ რა რაღაცნაირი გარედან. ხო, არა, ჩვენს სტადიონს ვერანაირად ვერ შეაგდრება. სხვა სტადიონებზე თქვენი ხედვით ეხლა რომელია ყველაზე მაგარი სტადიონი? იცი რა, მე რაღაცა პერიოდის წინ დავიცავი დისერტაცია, რომელიც ეხებოდა სპორტული ნაგებობების სივრცით გადაწყვეტებს და მათ კავშირს ფსიქოლოგიასთან. ნუ რაღაცა ესეთი საინტერესო თემა ვირჩიე და მაშინ მე შევისწავლე ძალიან ბევრი სტადიონები მთელ მსოფლიოში და ძალიან სხვადასხვა განსხვავებული სტადიონები იყო. აი ზოგი იყო მაგალითად ზღვისპირას ზღვაში ტივტივა მოედანი და ტრიბუნები ნაპირზე მაგალითად იყო ეგეთი. სინგაპურშია მე ვნახე მარინა ბეი თუ რა ქვია მე სინგაპურში მე ვნახე ეს ფიზიკურად ჩასული რო ვიყავი. იყო ეგეთი სტადიონები სადაც აი ზიხარ და ვერაფერს ვერ ხედავ. აი просто ვერ ხედავ რა. აი ესე ზიხარ იყურები და მინდორი არის აი იქ, აი სადღაც რა. ისე რომ ბევრი სხვადასხვა ისენი არის. ეხლა გაშეა ეს ხო დეშე რო არის. ბოლოსაც იყო ეს ბოლო სტადიონები რაც არის პრინციპში ყველა ძალიან საინტერესოა. მაგრამ რაღაც ეხლა სტილი წამოვიდა ყველა რაღაც ისეთი იმის გამო რომ ეთყობა ეს იფუთება და რაღაცა ესე სულ ყველა რაღაც მოპაკრიშკო ვარიანტები არის რა. ხო. აი მაგალითად ეხლა იმიტომ არა რომ ეს დინამო თქვა ჩვენი ოჯახის არის და რაღაცა, მაგრამ ეს ძარღვები რო აქვს, აი ეს პილონები როა და რაღაც უფრო ისეთი დინამიურია, უფრო ძარღვიანია და უფრო ისეთია რა. ის რო ეხლა თქვა შეიძლება შევფუთოთ და საინტერესოც იყოს შეფუთვა,
შეიძლება მაგის ეგ მაინტერესებდა, იმიტომ ხალხი ამბობს, რომ ეს აივნები რომ ამოვაშენოთ. რაღაცა დილიხორი უნდა დარჩეს რა აუცილებლად. მაგრამ რაღაც ფუნქცია უნდა კონდეს, ხო? ხო, აი ეგ მაინტერესებდა. ანუ შეიძლება ეგ შესაძლებელია. უყურე, ამოშენება არა, მე ვთქვი შეფუთვა. ხო, აი ეს აივანი იქ როგორ არის, იცი არის პილონი, არის აივანი, რომელიც კონსოლურად კიდია HR-ში. არის ტრიბუნა, რომელიც ნახევარი წინ არის, ნახევარი უკან აგრეთვე კიდია და არის 30 მეტრიანი გადახურვა, რომელიც აგრეთვე კონსოლია. ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობა არის იმ პერიოდისთვის, სამხელა კონსოლის გაკეთება 30 მეტრიანი წინაბეტონის, წარმოუდგენელი იყო. შალვა გაზაშვილი იყო კონსტრუქტორი, ისიც ავტორი იყო და არ ნახული გათვლა გააკეთა. ამ კონსოლზე არ შეიძლება დიდი დატვირთვები რა. რო შეუყუდო რაღაცა ბოძი იმ კონსოლს საერთოდ ჩატყდება. სხვანაირად მუშაობს. ამიტომ შეფუთვა, თქვათ, რაღაცა გარკვეული რამ თქვათ, ან არაწვინდეს, ან რაღაც კი ბატონო, მაგრამ იქ რაღაც ტიხრები და კედლები ამოაშენება, ვიტაჟი ჩასვლის გამორიცხულდება. ხო, მაგას. აი ეს წეგან ახსენეთ თქვენ საბჭოთა კავშირიდან ხალხი აშენებდა, სხვადასხვა ისა პროექტებს აძლევდნენ და ფოტოსაც ვანახებთ გულშემატკივრებს, სამხრეთ აფრიკაშია აშენებული ესეთი სტადიონი. აი აქეთ იქიდან არის, რა ვიცი, თუ ნანახი გაქვთ, რაღაც საოცარი ნაგებობაა რა და ეტევა ძალიან ბევრი სადღაც 70,000. უბრალოდ დიდ თამაშებს არ ატარებენ, ისე მაგარ თამაშებს, მაგრამ ის სტადიონი არის, რავი, რაღაცა ისე თოჯინასავით რა. ხო და თურმე გაუკეთებიათ აქედან წასულებს რა და შეიძლება ქართველებიც იყვნენ ვინმე. იმიტომ 70 კაციანი ჯგუფი ყოფილა. ძალიან მაგარი სტადიონია, მე ძალიან მომწონს ეგ რა. მართლა საინტერესო არქიტექტურა არის. კი, გეთანხმები ნამდვილად. რაც შეეხება სტადიონის ადგილმდებარეობას, ასაკვირველია ახლა ეს გაწოვა ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ბოლო დროს იყო ტენდენცია, ბოლო აი ამსტერდამ არენა და სხვადასხვა სტადიონები თითქოს აშენებდნენ ქალაქ გარეშე. მე რა ხდება, იცი, მე ქალაქი ეწევა. აგერ ჩვენთან ხოვაპირებენ ხო და ანონსს იქ ვაზიანში რომ უნდა აშენდეს და არა, იცით რა. თან არ ვიცი თბილისის სადამდელია ბოლოს. არა, იქ რო აშენდება სტადიონი, როგორ უნდა წახვიდე იქ და როგორ უნდა მოხვიდე მე. იცი რა არის, მე ქალაქი ეწევა, მაინც რაღაცა ვითარდება იქით ეს რაიონები რაღაცები და ნუ ალბათ გათვლილია ქალაქის განვითარება იქით მიმართულებით და რაღაც ესეთ პერსპექტივაში ამსტერდამშია ასეა, ხო? ეგ არ ვიცი ახლა რა გერმანიაში ყველგან ეგრეა, საერთოდ ბოლო მეტროს ბოლო გაჩერებაზეა ესა სტადიონი. ძველები არის. სანტიაგო ბერნაბეუ ქალაქის ცენტრშია. ხო, სანტიაგო ბერნაბეუ ცენტრშია. ეხლა ეს სტადიონი დინამო პრაქტიკულად არის ჩაჭეჭრილი განაშენიანებაში რა. მაგრამ რო ნახოთ მაკეტი ან გინგეგმა აი იმ 60-იანებისში დაპროექტებული სტადიონისა, აი ეს რკინიგზელთა სახლები რაც არის და პრაქტიკულად ჩელიშვილების ხიდამდე ეს უნდა განთავისუფლებული იყოს სულ. მათთვის უნდა ეშენებინათ სხვა სახლები, გადაეყვანათ, ეს უნდა გაეწმინდა და ყოფილიყო პარკი. ეგრევე იქით ამხარეს. მეორე მხარეს მუშტაიტის პარკი იყო. ანუ ეს სტადიონი უნდა ჩამჯდარიყო, ასე ვთქვათ, გამწვანებულ პარკში, ყველა მხარეს. მაგრამ ნუ მანდ იყო ეგეთი პროექტიც ჩვენ სახში გვაქვს ფოტოები მაკეტის და რაღაცა უნდა ყოფილიყო აი ქუჩის გადაღმა მუშტაიტის გვერდზე უნდა ყოფილიყო აუზი, საცურაო აუზი და იყო ეგეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ მან ესეთი ოლიმპიური გარადოკი ხო რაღაცა ესეთი გაკეთებულიყო. ნუ მე აირდაერია ქვეყანა და ფინანსი ორჩე დინამოლი რო იყო, აი მან ყოფილიყო საცურაო აუზი. სად ისე რო იყო, რა ქვია, თუთისხეები. ხო, ხო. მუშტაიტის ის რო პაწაწინა აუზი არის ეხლა იქა, რა ქვია. საიტზე გვიდევს ხო ჩვენი კომპანიის საიტზე გვიდევს აი მაგის მაკეტის ფოტოები და თუ დაინტერესდებით. აუ რა მაგარი იქნებოდა ეხლა წარმოგიდგენ პარკი ირგვლივ და სტადიონი ეს თასი მაკეტის სამწუხაროდ ისევ და ისევ დაიწყო, მაგრამ ბატონ არჩილ, საიდან მოვიდა აი ამ პროექტის ინსპირაცია საიდან მოვიდა ბაბუას ხო არ იცით რა, საერთოდ ძალიან კრეატიული წინაპრები მყავდნენ. პაპაც და მამაც. აი მაგალითად ტელეცენტრის შენობა რო ავიღოთ, ხო? აი ზოოპარკის გვერდზე რო. ეს ტელეცენტრის ავტორი არის პაპაჩემი არჩილ კურდიანი. იმ პერიოდშივე იყო ეს, ანუ სტალინური ეპოქა დამთავრდა და სადღაც უნდა წასულიყო ეს არქიტექტურა და აი რაღაცა ესეთი პერიოდი იყო. მაშინ გამოცხადდა კონკურსი. და
პირველი სამი ვარიანტი, რომელიც მან წარადგინა, იყო უფრო ახლოს აი ამ სტალინურ არქიტექტურასთან. და მე პირველი სამი კონკურსი ჩაიშალა, იმიტომ რომ რაღაც მოწონება არ დაიმსახურა და კიდევ კარგი. და მეოთხე კონკურსი რო იყო, იქ გაიმარჯვა არჩილ ქურდიანმა, იმიტომ რომ გააკეთა აი ეს აბსოლუტურად თანამედროვე ძალიან საინტერესო შენობა. ეხლა 50-იან წლებში 60-იანების დასაწყისში 50-იანების ბოლოში რომ ესეთი რუთხაზოვანი ქუჩის პარალელური ფასადი გააკეთო, ბეტონი, მინა და აი ესეთი არქიტექტურა გააკეთო, ხო, უნდა იყოს ძალიან კრეატიული, თორე ამას ვერ საიდან ვერ გადმოიღებ. და მე მახსოვს ჩვენ მქონდა უბრალოდ და შემდეგ ვეღარ ვიპოვეთ, ალბათ ისიც ხანძარში დაიწვა. იყო ჟურნალი, ჩვენ ვებულობდით რაღაც ჟურნალებს უცხოურს და ამერიკული ჟურნალი იყო და იქ ეწერა, რომ საბჭოთა კავშირში დაიწყო არქიტექტურული რევოლუცია. და იყო ამ შენობის ფოტო. ანუ ეს იყო მაგათი გონი დანგრევას უპირებენ აქ შენობა. არ ვიცი, უბრალოდ ფლობელი შეეცვალა, გადადიან კომპანიამ ფლობელი, ისე გადავიდნენ უგონოდ თუ გადადიან. ნუ ეს როგორ იქნება შენარჩუნდება, არ შენარჩუნდება, ეხლა ეგ რო გვაჩვენებს ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა მინდა ვთქვა, რომ ალბათ მაინც ეს კრეატიული ამბავია რა, არქიტექტურა. იმიტომ ეს თორმეტ სტადიონი გააქვს, მე ნანახი მე არ მაქვს, ესეთ ჩვენ დინამო. არის ძალიან ბევრი სტადიონებია, რომლებიც გააქვს და აი ეს მარტო ის ხო უნიკალური სტადიონი საერთოდ იმიდან ფუნიკული მე როგორც მითხრეს არ ყოფილვარ, მაგრამ ავიცი ნახევარი საქართველო კი არ ამყოფი მეტიც ნეაპოლის სტადიონი ცოტათი გავსო. მე ვარ ნამყოფი და არა, არ გავს საერთოდ? არა, მე ვერ დავინახე და მე გაცილებით ჯობია შედარება არ არის, ესე ჯობია ჩვენი სტადიონი ნეაპოლის სტადიონი. შედარება არ შეიძლება უბრალოდ. ხო, კიდო და რა? არა, არა. ხო, ეს არის სტადიონზე წეგან მიწისძვრის ის რო ახსენეთ 9 ბალიანი ის ამას წინათ იყო რაღაც ცნობა აცტეკაზე ყოფილა ეს იქ მექსიკა ხო რაღაც მიწისძვრიანი ადგილია მთიანი და ისა და ძალიან ხშირად არის და რამდენჯერმე ყოფილა და აი ძრავერ უყო რა სტადიონს რა მაგრა აშენებული წარმოიდგინე. მაგათთვის რაღაც შტუტგარტში არის სოფლიო მე მეგონა ყოველდღე იაპონიაში იყო და შტუტგარტში ყოფილა სოფლიო სეისმომედეგობის რაღაც ლაბორატორია, რომელსაც ჰქონდა რაღაცა ობიექტისთვის ჭირდებოდა, გამოვართვით მათ რუქა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე რთული სეისმომედეგობის სიტუაცია არის თბილისში. ო? სადღაც სხვაგან კი თბილისში. და რატო თუ? უფრო დიდ მეტბალიანი მიწისძვრები შეიძლება მოხდეს სხვაგან, ვთქვათ, იაპონიაში. სიხშირის თვალსაზრისით. მაგრამ ან ამ მიმართულებით, ან ამ მიმართულებით. თუმცა საქართველოს ყოფილა ერთადერთი ადგილი, როგორც იმათ ამიხსნეს, შეიძლება ახლა რაღაც იმათ გამიზვიადეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რაც იმათ მithres, იმას გიმეორებთ რა. სადაც შეიძლება ერთდროულად ესე და ამ მიმართულებით მოხდეს ისე, რაც უფრო დამანგრეველია რა. მას ფაქტიურად გაყანყალებს. ხო, მაგრამ იმიტომ არის ჩვენთან ახლა 8+-ით სეისმომედეგობა აუცილებელი. ერთი დამავიწყდა, მინდა მეკითხა, აი აუზის ამბავი გითხარით, აი პირველი იარუსის ამ ორი სექტორის ქვევით რომ ბასიანი სადაც არის, ახლა კლუბი ბასიანი? ხო, აი მაგ ხო, მე მახსოვს საერთო კავშირში 85-6-ში ნუ მასუ დარბაზები იყო, ხო, დაკეტილი და ის ხო აუზი სასურავო აუზი იყო ქვევით და მაკედან წამოვიდა მე აი ეს ორი ტრიბუნა რო სექტორი რო დაკეტილი იყო ამ აუზის გამო თუ რა ხდებოდა იცი რა და მე მგონი ეხლაც ეგაა ყველაზე პრობლემა ყველაზე რთული ვითარება მანდ იყო აი ამ აუზის ქვეშ იმიტომ რომ ეს ხო იმიტომ რომ იქ მაშინ არ იყო არანაირი ტექნოლოგიები თქვა ჰიდროიზოლაციის რაღაც ფირები არის ახლა რომელიც ორთქლს ატარებს არ ატარებს სუნთქავს და შემდეგ ხო მაშინ ეს ყველაფერი არ იყო და რა თქმა უნდა დახურული აუზი ყოველთვის სახიფათოს მომცველია და ყველას დაზიანება მანდ იყო და საკმაოდ დიდი გაძლიერებები იყო გაკეთებული. ყველა კონსტრუქცია ჩაისვა ლითონებში და ანუ ამ არკის მაყურებელს უთხრათ არკის მარჯვენა მხარეს ორი წერეთლის პროსპექტის წერეთლის პროსპექტისკენ უფრო კი ბატონო კი ეგ ყველაზე რთული ადგილი ეგ იყო მთელ ამ სტადიონში. ნუ უმცროსმა თაობამ იცის ეგ ადგილი კარგად. ხო, კი ბატონო. იცი ესე დამატება მინდა ყობა რომ ეს სტადიონი ამ ისტორიამ უკვე 100-ლოვანმა თითქმის უკვე ისტორიამ
თბილისის და საქართველოს კულტურული ფასეულობა შეძინა და ეს არის უკვე რა ვიცი, აი მართლა ტაძარი ახსნა სიტყვა ილიამ და კულტურული ფასეულობა აქვს ძალიან დიდი და მე იმედი მაქვს რომ არასდროს არავის თავში მაგარი შენობა არის საქართველოში. არასდროს არავის თავში აზრად არ მოუვა მისთვის ხელის ხლება აწდა მარადის რა, თუნდაც ყველგან ააშენონ ახალ-ახალი სტადიონები, ამაზე კარგი არაფერი არ იქნება და холод მივესალმებით, თუ კი საქართველოში ფეხბურთი ასე განვითარდება და მოითხოვს ახალ-ახალ სტადიონებს, წყინვალე იქნება, მაგრამ ნუ ეხლა ის რომ ააშენებ თქვათ სამება, ხო არ ნიშნავს რომ სიონი უნდა დაანგრიო, არა? აი ზუსტად ასეთი რაღაცა მგონია რა. კულტურული სიმდიდრე და მეც ვეთანხმები და მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი ყველა რაღაცეთი გარდატეხის მომენტები როცა იყო საქართველოში, ეს იყო პოლიტიკური თუ ფეხბურთი ხარ თასი რო ავიღეთ 41-ში, ხო, 13 მაისს, 91-ში 13 მაისს თბილისი დინამო სტადიონზე მოვიდა, ხო მართალია? კი ბატონო, კი. არა, სხვა ფუნქცია აი ზვიადის და ეროვნული მოძრაობა და რაღაცა რო იყო, სტადიონზე მივიდა, ხო? ანუ სტადიონი იყო ის ადგილი, სადაც ერი ერთიანდებოდა, ეს იყო პოლიტიკური ნიშნით, სპორტული ნიშნით თუ რაღაცა სხვა ნიშნით ეს ხდება, ამიტომ რაღაც საკრალური ადგილია, ნამდვილად საკრალური ადგილია და ამაში ყველანი ვთანხმდებით. მგონია რომ ვინმეს კონდეს აზრად იმის ხელყოფა რა ვიცი. ხო, არც არასოდეს არ უნდა მოუვიდეს კაცო, არც 50 წლის მერე და არც 100 წლის. მაგას პირიქით ჭირდება ალბათ ყველა ეტაპზე რაღაც განახლება, რაღაც ის განათება რომ ჩვენ არ ჩამოვჭეთ სოფლიო სტანდარტი. ამას წინათ კი არ რამდენიმე წლის წინ იყო, ეხლა ზუსტად არ მახსოვს. მე მგონი გიბრალტარის ნაკრები იყო მწვრთნელმა პრესკონფერენციის მერე პირველი დაიწყო სტადიონით. რომ აქ სად ვითამაშეთო რა და რა თქვა იცი რომ სადაც მივდივართო 5000-ზე მეტი გულშემატკივარი ასადან ხდებოდა. აქ რო დახვდა ეს სავსე სტადიონი, კაცი გაგიჟდა 50000 კაცი გიბრალტარში კი არა. ხო. გადარეული იყო, სად ვიყავით. ბატონო არჩა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებ და მადლობა თქვენს გვარს, თქვენს ოჯახს, რომ ეს არაჩვეულებრივი არენა აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ხო? მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა.